ჰალელუია. შვიდობა ყველას, ვინც გაახილა დღეს თვალები და ვინც მადლობა უთხრა უფალს. ჰალელუია, დიდება უფალს. გილოცავთ მეგობრებო, სიცოცხლეს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას ღვთის მადლით და წყალობით. იმიტომ რომ მისგან გვაქვს, მისგან ცოცხლობთ, სუნთქავთ, ვარსებობთ. ასე ამბობს ბიბლია და წყალი არ გაუვა ამას. როგორ ახართ? მადლობა უფალო მართლა, რა კარგია სიცოცხლე, ხო? რამდენი რაღაცა დევს ამ დღეს. მოგცეს ღმერთმა იმისი სიბრძნე, გონიერება, უნარი, რომ ეს დღე წავიდეს უფრო უკეთესად, ვიდრე გუშინ და გუშინ წინ და ის წინათ. ძებოდადებო, მეგობრებო, ახლობლებო, ახლად გაცნობულებო, თანაკლასელებო, რა ვიცი, ბავშვების მეგობრებო, ყველას მოგესალმებით და მინდა ერთი ადგილი წავიკითხო სახარებიდან. ძალიან საინტერესო რაღაცაზე. ვიმარჯვებ ჩემს. ალებს ეფესელთა წერილი არის ეს. წავიკითხავ ერთ რამდენიმე მოხს. ეფესელთა პირველი თავის მე-13 მუხლი. და კაია ქარის ვიღავს. მასში ხართ. როცა კითხულობ და ხალხმასი მასში ეს ყოველთვის იესოზე ლაპარაკობს. მასში, ვნიომ, აი რუსულადას აი მასში ხართ თქვენც, წერს ქრისტიანებს. ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება. და იგი იწამეთ და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმინდით, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია. იგი ჩვენი მემკვიდრეობის გადარჩენის ბეჭედი, საკუთრების გამოსყიდვისათვის მისი დიდების საქებად. აქ ლაპარაკი არის, რომ ეს არის იმისი დასტური, რომ ჩვენ მისი ვართ. ზალოგ, ასე წერია რუსულში და ხო იცი ზალოგი რა არის? რაღაცას ვკიდულობ, მაგალითად ფული არ აგაქვს და ეუბნები ვიღაცას გამყიდველს. გიტოვებ ამდენ ფულს ზალოგად, ხო და ხვალ მოგიტან ამ დღეს მოგიტან, იცოდე, ეს არ გაყიდო, ჩემია. всё, ზალოგი დადებული არის. ვიღაცა მოვა, ნახავს იმ ტავარს, რომელიც მე მომეწონა, ყიდვა უნდა და ეუბნებიან, უკაცრავად, ბოდიში, ეს უკვე გაყიდული არის. ამაში უკვე ზალოგი დადებულია, რამე სხვა აირჩიეთ. ეს არის ის. რუსულად წერია ზალოგ. და რას მინდა, რა მინდა ხო ყურადღება მივაქციო ჩვენ ერთ რაღაცას. ირანა დავიქეცეთ. მიყვარს ეს ხე. დიდება უფალს. აქ წერია სულ ჩამეხოდა. ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა. პირველი არის სიტყვის მოსმენა, მაგრამ ჭეშმარიტი გააჩინა კიდევ რას მოისმენ. ჭეშმარიტების სიტყვა მოისმინეთო, თქვენი გადარჩენის სახარება. იცი რა არის სახარება? სახარება ლაპარაკობს გადარჩენაზე. არა წარწმენდაზე, არა დაღუპვაზე. ზოგიერთი რო გამოდიან, თქვენ ჯოჯოხეთში ჩაიხოცები და იქ დაიწვები და თქვენ გაჩვენებთ ღმერთი თქვენ სეირს და აიპარი და ამას გიზამთ, თქვენ ამის თანებო გამოდიან, რა ვიცი კაცო, გინება აკლია ერთი. ეს არა სახარებას მეგობრებო. სახარებას ნიშნავს კეთილი ამბავი. რა კეთილი ამბავია, ეს მაშინებ და ჯოჯოხეთის ზალით და იმით, ეს რელიგიური სულია, წამპალი სულია ეს. ამის თანებს ასკროლეთ იქით, მეს რო იყო და ვინც არ უნდა იყოს. აქ წერია, თქვენ მოისმინეთ გადარჩენის სახარება. გადარჩენაზე ლაპარაკობს საერთოდ სახარება. ხსნაზე, იმედზე. ნაჯეჟდ და იმედს გინერგავს. აი ესე კაცი რაღაცას ეუბნებს, გეშინია, всё, დამთავრებულია, გადახდილია, всё, დამთავრდა შენი პრობლემა. ესაა სახარება. და შემდეგ წერია და იწამეთ პირველი ჭეშმარიტების სიტყვის მოსმენა, იმიტომ რომ
რწმენა მოდის სმენისაგან, სმენა ღმერთის სიტყვისაგან. ესე იგი, ირწმუნეთო თქვენი გადარჩენის სახარება, მეორე იწამეთ, რომ რწმენა ხო მოდის სმენისგან, ესე იგი, მოისმინე, ირწმუნე და რა? და დაიბეჭდეთ აღთქმული სული წმინდით. ვინც ირწმუნებს, ის დაბეჭდილია. არავის არ შეუძლია ირწმუნოს იესო, თუ არა სული წმინდით. არავის არ შეუძლია უფალი უწოდოს და უფლად გაიხადოს იესო, თუ არა სული წმინდით. და როცა სული წმინდა არაკეთებს და კაცი ძალით აძალებენ, ირწმუნეთ, რომ ჯოჯოხეთში მოხვდები, ვალიგელოდება, წუხთქვე, გველის წიწილება, ასე გამოდიან ახალ-ახალი ვიღაცები. ეს არა სახარება. პირველად კაცს ჭირდება გადარჩენა და როცა იგი გადარჩება, აიღებს სახარებას, იმ სახარებაში გაიგებს, რას ამბობს უფალი, რას მოუწოდებს შემდეგ სული წმინდა, რომ წმინდად იცხოვროს, გაჰყვეს იესოს კვალდაკვალ, ქრისტეს მოძღვრებაში დამყარებული იყოს, მიიღოს ქრისტეს მოძღვრება და ასწავლის მე. პატარა ბავშვი რო დაიბადება, ხო არა თქვენ გაწადის, მომიტანე ეს გააკეთე, მოხვედე, გარესხე, გააშრე. ირიქით პატარა ბავშვს ზბიან. ხო და ამიტომ ერთადაც გაგახსენებდით ვინც ისე სახარება, თუ გახსოვთ პეტრე მოციქული, კაი რა თქინეს. არცის და ასეც ასე. პეტრე მოციქული და ის თავისი ძმაკაცები რო წავიდნენ კორნელიუსის სახლში. ესეც დიდი მით მოხდა ღმერთმა გამოცხადება მისა პეტრეს რომ უნდა მისულიყო ასე ისინი წარმართებში არ დადიოდნენ ხო ებრაელები. მივიდა სულიწმიდან გაგზავნა, მივიდა იქ კორნელიუსი შეხვდა. დახვდა კორნელიუსი და წარმოიდგინეთ ახლა ერთ რაღაცას გეტყვით ამას ავაპირებდი, მაგრამ თქვენს დაინახეთ ერთი რაღაცა. კორნელიუსის მოციქულთა საქმის მეათე თავში იწყება ასე. კორნელიუსი იყო თავისი სახლით ღვთის მოშიში. მერე ბევრ მოწყალებას აკეთებდა. მეორე. და რას მახსოვს მე ლაპარაკობ? მესამე ყოველთვის ლოცულობდა. ზედაუმატე იმ დღეს კორნელიუსი მარხულობდა. ახლა მოზრდნე შენ ახლა ქრისტიანებში ამის ანაკაცი. ღვთის მოშიში ბევრ პატარაა ხანისგან თვეში ერთხელ და წელიწადში ერთხელ ბევრ მოწყალებას აკეთებდა, ეხმარებოდა ყველას. ლოცულობდა ყოველთვის და მარხულობდა. და ამის ანაკაცს გამოეცხადა ანგელოზი, დიდი ანგელოზი, ღვთის ანგელოზი და უყურე რა სიტყვებს ეუბნება. წადიო ამდამ პეტრი არის ამდამ ქუჩაზე ამდამ კაცის სახლში გაგზავნეო ხალხი და მოიწვიო ის და ეხლა მოკუნა მეზამეცის ერთალიოდეს არ მინდა იმიტომ რომ იმისა მაგარი სიტყვები არ მინდა ერთალიოტმაც ხელი შემიშავოს ერთგრმაც ანგელოზმა უთხრა დაუძახეო პეტრეს ის გეტყვისო სიტყვებს რომლითაც გადარჩები რა გადარჩებიო ღვთის მოშიში ვარ ბევრს ლოცულობ მოწყალებას ვაკეთებ სულ ლოცვებში ვარ და მარხვებში რა გადარჩენილი არა ვარ მე ხო ღვთისმოსავი კაცი ვარ ღვთის მოშიში მოწყალებას ვაკეთებ ნალევო ნაპრავო მარჯვნივ მასხი სულ ლოცვებში ვარ კითხულობ მოსეს ჯუს ყველაფერს მარხვებს ვაკეთებ არა პეტრეს სიტყვებს თუ ირწმუნებ პეტრეს აქვს რაღაც სათქმელი შენთვის თუ პეტრეს სიტყვებს ირწმუნებ გადარჩები და რა იყო პეტრეს სიტყვებში იყო იესო ქრისტე
მესიაზე ღმერთის ძეზე მოუტანა ახალი ამბავი რაც კორნელიუსმა ვაფშე არ იცოდა და რაც მინდა ახლა ყურადღება გავუსვა ხაზი რომ როცა პეტრე ჯერ კიდევ ქადაგებდა ვლაპარაკობდა სულიწმინდა გართმოვიდა მათზე დაბეჭდა იწყეს ენებით ლაპარაკი და წინასწარმეტყველება თუ როგორ არ მასწავლის ენებით ლაპარაკი და დაიწყეს ვიცი არა აღივსენ სულიწმინდი და იწყეს ენებით ლაპარაკი ახლა უყურეთ რა არის იქ არც კორნელიოს და მის ოჯახს და მის ამხანაგებს არ დაუწყიათ იქ მონანიება უბრალოდ რა ისი რა მოხდა იქ სულიწმინდამ ნახა რომ მათ იესო ირწმუნეს გულებში გულს ხო ხედავს ღმერთი როგორც თქვა ღმერთმა ძველ აღთქმაში ადამიანი უყურებს სახეში ღმერთი გულს უყურებს გულში ნახა სულიწმინდა რომ მათ მიიღეს იესო ირწმუნეს და გადმოვიდა მათზე აი ასე როგორც ჩვენ წავიკითხეთ ეფესელთა 1:13-ში რომ ჩვენ ვირწმუნეთ ჩარა ჩვენ მოვისმინეთ გადარჩენის სახარება ვირწმუნეთ და დავიბეჭდეთ სულიწმინდით აი ასე რომ მეგობრებო მოდი მოусმინოთ იმ ხალხს რომლებიც გადარჩენის სახარებას ლაპარაკობენ ნუსმენთ იმათ ვინც გაშინებთ ეს არ არის ღვთისგან მოგზავნილი ხალხი რომლებიც თქვენ გაშინებენ ეს შეშინება არ მუშაობს ამას ღმერთი არ აკეთებს ღმერთს რომ დომებოდა შეშინება გაწედა ღრუბლეს მარჯი მარსკა გადმი უიტყო და იქ ანა გამოგზავნიდა ანგე უხ თქვენ გრეშნიკებო ეხლა მოუხლებზე თორემ ცეცხლის იმას გვაჩვენებდა იქ რამე რეკლამას ღმერთი არავის არ აიძულებს არ ხდება ეს კაცო გაიგეთ ხალხო არავის ღმერთი არ აიძულებს სამოთხეს არა უბრალოდ ღმერთი რჩევას მოგცემს ღმერთი გვაფრთხილებს სიყვარულით და ემაც ჩავმატებდი კიდევ ერთ ამბავს და თქვენ გაშიფრეთ რის თქმა მინდა ეს ეხება მქადაგებლებს დედის ერთაშვილი წავიდა იმაში ჯარში და ეს ძველი დრო ხო ეს ომიანობის დრო და მოვიდა დედას წერილი ომის ველიდან ფრონტიდან მოგეთ და ჯერ ხო დააქვს ეს წერილი უხარიას ნაჩი ესე რუსები არიან ესე იგი ჩემი შვილი ცოცხალია წერილი მომგზავნა და წავიდა მეზობელ იმასთან მეზობელთან ნატაშა თქვათ სიტყვა და უთხრა შვილო ნატაშა წამიკითხო და რუსები იყვნენ ეს ნამდვილი ამბები იმდა ლაპარაკობს სახელებს წამიკითხო შვილო ნატაშა რას მწერსო ჩემი შვილი ხო ესე მაშინა ყველა მარისა და წირა კითხვა ხო და ნატაშა მაიღო წერილი და ასე კითხულობს დედიკო მე ჯარში ვარო ძალიან კარგად ვარო ნუ გეშინიაო გთხოვო აქ ძანცივაო და თბილი ნასკები მომიგზავნეო და გამომიგზავნეო თუ რამე ცოტა ფულსაც გამომიგზავნიო ან ტაბაკსო რაღაც ჩაიო და ნუ ამისა წერილი წაიკითხა და მოკლედ გაუხარდა დედა დარბის უხარია კოცნის ამ წერილს ასე დააქვს ჩემი ვანიუშკა თუ ანდრიუშკა რა ვიცი რა ქვია და იმას ასე ჩემი ვანიუშკა ჩემი ის და გავიდა თუ მოენატრა ახლა ისე უნდა წაიკითხოს წერილი შვილი მოენატრა და ეს ნატაშა არ იყო სახში და ნატაშას მამა დახვდა და ეს ნაჩხუბარი აქ ცოლთან და დავარქვა ამას ანდრეი ნაჩხუბარია თავის ეკატერინესთან და ეუბნება ისა ანდრეიო სასე დარაგოი პრაშტი მე ისმო ჩემი შვილი წერილი წამიკითხე მომენატრა ეს კაცი კითხულობს დედიკო მე ძალიან კარგად ვარ არაფერი არ მიჭირს მომიგზავნე ქალა ჩქარა ის წინდები და მოგცავ ეგ რამე და ჩაის გამოაყოლე ის და ამისა და ცრემ მორეულმა ქალმა ჩაიხოდა წერილი და მიდის და ტირის ღმეტირება რა იყო კაცო
მაშინ რა კარგად მელაპარაკებოდა და ეხლა შენი დედა დედიკო შვილო რამ გაგამწარა რა გაწყენინეო ის კი არ მიხვდა ის ხალი რომ კითხველმა წაიკითხა წერილი სხვანაირად და გულ გასიებული დედა დაბრუნდა წერილის სახლში იმას ვერ მიხვდა რომ ეს კაცი იყო გულმოსული თავის იეზაბელ ცოლზე და გულმოსულმა წაიკითხა ასია წერილი ერთია მაგრამ გააჩნია ვინ კითხულობს ვისგან გესმის ავტორის სიტყვები ღმერთი ასე არ ლაპარაკობს ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება რომ თავისი ძე გასწირა და იგი არასოდეს ასე მუშტიკრივით არ მოდის და არ გაიძულებს იძულებით არავის არ უდრეკს მუხლს ღმერთი ასე რომ ვინც ასეთი ტონით გაიგონება დამუქრებაზე რაღაც თქვენ უკვე ღმერთი რას დააქწუავს ყალდიდობა მოვა თქვენზე და ჯანტება და ჯარ არ მოусმინე გადაასკროლი იქ დაანებეთ ყური არ ნაგვისყოდი ხო არ ხარ კაცო ყველაფერს ვიყრი თხილად იყავი იმიტომ რომ რწმენა მოდის რწმენისაგან ვაი თუ რამე ცუდი რაღაცა ირწმუნა ასე რომ ნუ მიხვალთ ანდრე იმასთან რა ვიცი ჟორა იმის მამასთან მიდით ტონტანი რა ქვიგაზა რაღაც სახელი რო ვთქვი იმ გოგოსთან იმ პიროვნებასთან რომელიც ისე კითხულობს როგორც წერია და გძნობს კიდევაც აი ვინც იცნობს იმ გოგო იცოდა ალბათ ანდრეი და როგორც ეწერა ისე კითხულობდა ვინც იცნობს ღმერთს ის სიყვარული და ისე კითხულობს და ისე გადმოგცემს ღვთისახარებას როგორც უფლის სულმა დაწერა სულიწმინდით აღსილი კაცი იმ ტონით და იმ ხმით დაგელაპარაკება ხოლო ვინც არ იცნობს ღმერთს თავის გრძნობებს დაუმატებს და არასწორად გაჩვენებს ღმერთს თუ გინახიათ ისა დამახინჯებული სარკე ზოგში ჩაიხედავ თავი გასაზევ გაბერილი ბურთივით ზოგში ჩაიხედავ წვრილი ხარ მაკარონებით ზოგში ჩაიხედავ დაბალი ხარ ფეხებით არ გიჩანს იმას გიხარ საზამთრო ფეხებიანს რატომ სარკია იმისთან ასე გავს ზოგი მქადაგებელი ზოგს მაკარონივით გაჩვენებს შენ თავს ზოგს საზამთროსავით და ზოგს იმასავით აბიგას მაგას დამაგიზდა ჩვენი ბურაძე ოკეი ასე რომ დიდება ქონდეს უფალს იცოდე რომ ღმერთს უყვარხარ ღმერთი გველოლიავება გვეფერება მაგრამ მას უნდა რომ ჩვენ მოვისმინოთ ვირწმუნოთ და დავიბეჭდოთ ვინც მოისმინეთ გადარჩენის სახარება ვინც ირწმუნეთ და დაიბეჭდეთ უფლის სულით ქება დიდება მიაგეთ უფალს გიხაროდეთ კიდევ გიხაროდეთ ამბობს სახარება ვინც არ ახართ მორწმუნე იცოდეთ მოისმინე გადარჩენის სახარება ყველას არ აქვს ეს პირში ეს გადარჩენის სახარება ზოგს აქვს დამუქრების სახარება შეშინების სახარება პავლე მოციქული ამბობს სხვა სახარება სხვა იესო ამიტომ მართებთ გული სულიწმინდა გვაკურთხოს დაგლოცოს აბა ჰე და აბა ჰო აბა კარგად იყავით არავინ არ მოყაროს სიხარული დიდება ქონდეს იესოს ჩვენს მამას ეციერ ჩვენი საყვარელი უფლის და მასხოვრის იესო ნაზარევილის სახელით სულიწმინდის ძალით და მოქმედებით ჩვენში